ჩვენ სოფელში უკვე ახალი დილა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ დამარცხება და არ გავჩერდეთ სამი და დღეს მეგობრებო. ჩვენ როგორც ტრადიციულად ჩვენ ისევ მივიდივართ ფერმერობის სამუშაოზე, მაგიტომ მეგობრებო, ახლა ავიღოთ ჩვენი თოხი. Так, ну, в принципе, сейчас такое მე ვიღებ უფრო მეტ ჭარხალს, სტაფილოს, ხორბლის წესლებსა და კარტოფილს და მივიდივართ მეგობრებო ჩვენს ფერმერობის სამუშაოზე. ძირითადად მეგობრებო, მეძლევა ასე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისათვის, რომ ყოველ დღე გამოვიდე ფერმერობის სამუშაოზე, როგორც თქვენ იცით, მე რამოდენიმე დღე არ გამოდიოდი ფერმერობის სამუშაოზე, მაგრამ ძლივობით დადგა ასე შესაძლებლობა და მეგობრებო, ძლივობით უკვე მოვიდა ჩვენთან ჭარხლის სეზონი და ვსვამ, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეც სასაკვირველია. ჭარხალს ჩვენს სოფელში. Так, მოვიდა მეგობრებო, ასე. დღეს მე მაქვს მეგობრებო გასაკეთებელი პრინციპში ყველა ფერმა ჩვენს სოფელში. Так, hop, ასე. მე პრინციპში მეგობრებო ახლა ვფიქრობ და სტაფილოს მაგივრად ჭარხალი ხომ არ ჩავსო თუ ჭარხალი ფერმაზე არც კი ვიცი. Ну, პრინციპში კაი მეგობრებო, პრინციპში მოით დღეს სტაფილო ჩავსო და ხვალ, აი ხვალ უკვე შესაძლებელია სტაფილოს მასვათ ჩავსო პრინციპში ჭარხალი, ან შესაძლებელია კარტოფილიც კი. Ну, პრინციპში ეს უკვე ხვალინდელ დღეზე არის დამოკიდებული. Так, მეგობრებო, კიდე ერთი რა დამპალი კარტოფილი ჩემს ფერმაზე გავგიჟდი. Საბა, რა კარგი მოხვედი, შენ მოკედი საბერი გეზახურდა, უნდა რომ მოგცეს შეხელფასი. შეძენიკო, სტოპ, მართლა? Так, მეგობრებო, მე დამავიწყდა რომ დღეს ხელფასების დღეა. მადლობა დიდი შეძენიკო, რომ გამახსენეთ. Так, მოით მეგობრებო, ბარემ ეს ფერმაზე დავამთავროთ, ბარემ და წავიდეთ ახლა მერთან და ასე ვთქვათ, მივიღოთ ჩვენი ხელფასი. მე საერთოდ დამავიწყდა მეგობრებო დღეს. ვაუ, ხო, პრინციპში დღეს ხო 7 მარტია და მართლა ძალიან დამავიწყდა რომ დღეს უნდა ავიღო ხელფასი. Так, მოით მეგობრებო, ახლა так, ჭარხალიც მეგობრებო ახლა მოვაშოროთ და так, მეგობრებო, როგორ გამეხარდა ახლა დღე რაღაც უკვე ორჯერ უფრო რაღაც ხალისიანი გახდა. Так, მოით მეგობრებო, так, ასე და всё მეგობრებო, პრინციპში ამ ფერმებს უკვე აკეთებს ის შეძენიკი და მოით მეგობრებო, ახლა წავიდეთ და მივიღოთ ჩვენი ხელფასი. მერო, გამარჯობა ისა, მე მოგეთ შეძენიკმა იქ მითხრა რომ გადმოცა ასე ვთქვათ, რომ დღეს თქვენ უნდა მომცეთ ხელფასი, ხო? კი, საბა, მაგრამ არა მხოლოდ ხელფასი, მე მინდა შენ მოგცე ასევე პრემია. იმის გამო, რომ შენ ამდენი ხანი ძალიან კარგად აკეთებ შენს სამუშაოებს. ძალიან დიდი მადლობა, საბა, რომ შენ ასე კარგად აკეთებ შენს სამუშაოს და ასეთ ლამაზ ფერმებს სულ გვახვედრებ ჩვენს სოფელში. ვაუ, მერო რა? სტოპ, ერთი სტაკი და 32 ისუმრუდი, მაგრამ ჩემი ხელფასი რო 32 ისუმრუდია სულ? კი, საბა, მაგრამ იმის გამო შენ ასე კარგად და ასე ვთქვათ წვალობ ჩვენი სოფლისათვის, მე შენ გამოგიწერებ პრემია 1 სტაკი ისუმრუდის. მადლობა დიდი რომ ასე წვალობ ჩვენი სოფლისათვის. ვაუ, მერო, თქვენც ასევე დიდი მადლობა. ნახვამდის. მეგობრებო, დაინახეთ, 1 სტაკი და 32 ისუმრუდი. მე ყველაზე მდიდარი ვარ ამ სოფელში გამოდის. სტოპ, შენ რა ბერმა ხელფასი 1 სტაკი და 32 ისუმრუდი მოგცა? შეძენიკებო, გამარჯობა. კი, წარმოიგეთ, მე 1 სტაკი და 32 ისუმრუდი. ვაუ, იცით, აი პრემია გამომიწერა უბრალოდ მერმა იმის გამო, რომ მე ასე კარგად ვაკეთებ ჩემს სამუშაოებს. თუ შენ ისე რო გითხრა უფრო კარგი ასე არა ჩვენ შეძენიკებს ეს ისუმრუდები, და შესაძლებელია ვიღაცა მოგიპაროს ეს ისუმრუდები, და რა, კაი, დიდი მადლობა, ნახვამდის. ვაუ, მეგობრებო, გაგიჟება. გამარჯობა შეძენიკო. ეს მეგობრებო, რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება. Так, მოით მეგობრებო, ახლა პრინციპში ახლა უნდა ვიფიქრო რა უნდა ვაკეთო ამ ისუმრუდებით. ეს რა არის? Так, стоп. ეს რა ჯანდაბაა? რა? ჩარჩო ისუმრუდით? მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე. ჩარჩო ისუმრუდით? ეს აქ იყო თუ არა? მეგობრებო, თუ შეიძლება გადახვიეთ ვიდეო
სულ დაიწყეთ თუ შეიძლება თავი ახლიდან და აბა ნახეთ იქ იყო ეს ჩარჩო? რაღაც მეგობრებო ვერ ხვდით აქ სტოპ მეგობრებო მოიტახა ჩვენი ერთი სტაკი და 30 სუნოდი გადავდოთო. ერთი სტაკი და 20 მე ხო 5 სუნოდი მქონდა კიდე. ვაუ ეს მაგარია წარმოიგეთ მეგობრებო რამდენი რაღაც ყიდვა შემიძლია როგორც სოფელში ასევე ქალაქში წავიდე ასე თქვათ მაგალითად. მაგრამ ეს რა ჩარჩოა საერთოდ? так სტოპ მეგობრებო ფერმერში წენიქს ხომ არ ვკითხო არც კი ვიცი. так ну პრინციპში მგონი რომ ვკითხო ფერმერში წენიქს ეს ყველაზე კარგი იდეა. შესაძლებელია მან არ ვიცი შეამჩნია რომ ვიღაცა მოვიდა ჩემს სახლთან მაინც მეზობლები ვარ და შეიძლება რაღაცა შეამჩნია. ფერმერში წენიქო უკაცრავად სახში ხარ? რა კარგია სახში ხარ. ფერმერ და უკაცრავად წენიქო. ფერმერ ისა შენთან ერთი ძალიან თავი კითხვა მოგდა. შენ ხომ არ დაინახე შესაძლებელია ვიღაცა ჩემს სახლთან გაიარა ან ჩემს სახლში საერთოდ შევიდა მოკეთ. მინდა გითხრა რომ ვიღაცა მოკეთ რა ჩემი სახლის კედელზე ჩამოკიდა რაღაც ჩარჩო და მაგ ჩარჩოში რაღაც ისუმროდი და შეტყვით შენ ხომ არ გინახავს ვინ იყო? так стоп საბა ჩარჩოში ისვროდი так стоп და რა კედელზე პანჯარასთან რო კედელია იქ კედელზე ხომ არა? კი ზუსტად აი იქ ჩემი აი ასეთივე პანჯარა რო არის მაგთან აი აქ აი ამ კუთხეში ახლოს ჩარჩო და შენ ხომ არ გინახავს ვინ დააყენა მანდეგა? არა საბა არ გაგიმართლა რა მინდა გითხრა ну მოკეთ მე მინდა გითხრა რომ მოკეთ კაი გეტყვი ყველაფერს მართლა მოკეთ ჩვენთან ერთხელ მოკეთ რა ერთი წელი კი ჩვენ სოფელში გაძარცვეს ქურდებმა და იცი რა მოხდა თავდაპირველად მას ჩამოუკიდეს რაღაც ჩარჩო და მათ ჩადეს ფეიქ ისუმრუდი ანუ ეს არ იყო ნამდვილი ისუმრუდი ეს იყო ფეიქ ისუმრუდი მოკეთ ეს ჩარჩო ჩაუსვეს მასაც ასე ეგონა რომ შესაძლია ვიღაც შეძენიკ მასე გაეხუბრა ან რაღაც ხუბრობა იყო მოკლედ და ზუსტად ღამე ვიღაცამ ჯერ კარებში დაუკაკუნა მან გაიარა და შედეგო ესაც დაბრუნდა სახლში არ დახვდა არც ერთი ისუმრუდი და მე რაღაც ძალიან მეშინია რომ შენთან ესეთივე ისტორია არ გამეორდეს სტოპ ფერმერ შენ ამას მართლა მეუბნები თუ ხუმრობ? არა საბა ეს შეგიძლია თანაც კითხობა შეწელიქს მაგ დროს იყო ძალიან დიდ შოკში არა და ხელფასი მიიღო ხოლმე თან ხელფასი ჰქონდა ერთი სტაკი ისუმრუდი ფერმერ გასაგებია მეც ზუსტად მივიღე ხელფასი მეგობრებო რა დებილი ვარ ეს თან ჩემი ბრალიცაა გამოდის რატო დავიყვირე მთელ სოფელში რომ დიდარი ვარ გაგიჟება так სტოპ არა ეს არ მინდა ეს მართლა მე არ მინდა რომ გამეორდეს ჩემთანაც იო-მაიო так სტოპ მეგობრებო მოიწეს ტელეფონში ახავე მეგობრებო და დაგიბრუნდებით ერთ წუთს ახავე გამოიწახე პოლიციას და დაგიბრუნდებით მოგეთ მეგობრებო მე გამოიწახე პოლიცია და ველოდები უკვე 40 წუთია იო-მაიო როდის ღამობა სტოპ მეგობრებო გონი მოვიდა რა კარგია პოლიცია გამარჯობათ მოგეთ ეს მე გამოიწახე პოლიცია გამარჯობათ და რა მოხდა? მოკეთ ძალიან დიდი ისტორია მოკეთ შეხედეთ მე დღეს მივიღე ხელფასი რა მოკეთ ერთი სტაკი და 32 ისუმრუდი პრემიით მოკეთ შემთხვევით დავიყვირე რა მე თვითონაც დებილი ვარ მოკეთ დავიყვირე მთელ სოფელში მე ვარ ახლა ყველაზე მდიდარი მასობე ყველაზე მდიდარი ამ სოფელში მოკლედ მე შევედი სახლში და მან დამხვდა რაღაც ჩარჩო ფეიქ ისუმრუდი წარმოიდგინეთ და მე მახსოვს ანუ მე საერთოდ ეგ ჩარჩო მე თვითონ არც კი დავდები წარმოიდგინეთ და იმ ჩემმა მოკეთ მეზობელმა ფერმერმა შეძენიკმა მითხრა რომ გამართლა მოკეთ ამ ჩარჩოს თუ დებენო ისა მოკეთ ასე გადაწვეს ჩვენი ერთ-ერთი შეძენიკი ჩვენ სოფელში და იმის და ქურდებმა ასე მოუპარეს ისუმრუდები და მოკეთ არც კი ვიცი რა ვქნა так стоп და თქვენ საერთოდ გაგძარცვეთ და საერთოდ როგორ მივხვდით რომ საერთოდ უნდა თქვენ გაძარცვა და როგორ მე ხო მოგიყევით რომ ვიღაც მოგეთ ამ ჩემმა მეზობელმა მითხრა რომ ქურდებმა ან მოგეთ ქურდებმა ერთ-ერთი შეძენიკი ასე გადარცეს ჩვენ სოფელში და მე არ ვიცი მე ძალიან მჭირდება ახლა დაცვა მოიცა შენ სერიოზულად
მოიცეთ ეცოც თქვენ არ სერიოზულად ჩვენ მოკეთ აქ მოვედით რამოდენიმე 100 კილომეტრი გამოვიართ ჩვენ თქვენ სოფელში და იმის გამო რომ თქვენთან რაღაც ჩარჩო ჩამოკიდეს და თქვენ უკვე თითქოს უკვე ქურდები მოდიანო და რა ეს საერთოდ არ არის ჩემი აიცასაციო მოგეთ მე ვითხოვ დაცვას დაცვას так სკაი მაშინ ორი სტაკი ისავრედი და თქვენთან დავაყენებთ ჩვენ დაცვას რა ორი სტაკი ისუნვიდი და იცით რა უფრო კარგია წავით თქვენი დაცვით არ მჭირდება მე ასეთი დაცვა ნახონდის მეგობრებო პოლიციელებიც კი წამოიგეთ პოლიციელებიც კი არ მეხმარებიან ამ საქმეში ეს რაღაც ცუდი პოლიციელები შემხვდნენ გაგიჟება მეგობრებო რაღაც უკვე პოლიციასაც არ შეერჩერი კიდე საშინელი ჩარტვა ფეიქის უმრუდით მეგობრებო მოგეთ ვერც კი მივხვდი ეს სიმართლეა თუ არა და არც კი მინდა პრინციპში შევამოწმო არ ვიცი გავიქცე მაგრამ სად გავიქცე მეზობელ სოფელში არც კი ვიცი მეგობრებო ახლა რა გავაკეთო კაი უფრო კარგია ახლა მეგობრებო დავწუნდები პრინციპში ალმასის ხმალი ჩემთან არის ნაჩახიც მაქვს თუ რამეა ვიღაცას თავში ჩავარტყავ და აღარ მოუნდებათ ჩემი გაძაცვა კაი მეგობრებო მე უფრო კარგია ახლა დავისვენებ ცოტახანი არ ვიცი კომპიუტერთან მაინც დავჭრები და დავისვენებ რომელი საათია უკვე საერთოდ უკვე 11 საათია ღამის так მეგობრებო მოგეთ სიამთივეში ვკითხოთ მე საშინლად უკვე მეძინება მაგრამ სიმართლე ვკითხოთ მაინც იმის გამო პარალელურად იმის გამო რომ ასე ვთქვათ შემაშინა ამ ფერმაში წენიკმა აი ამ თავისი ისტორიით რაღაც ძალიან მეშინია ასე საწოლში ასე ვთქვათ ჩავხდი და შესაძლებელია რომელიმე მომენტში შემოვიდეს ვიღაც ქურდი და გამძარცვოს აი ესეთი რაღაც ისა მაქვს და რა სტოპ რა სტოპ ეს კარების ხმა იყო так სტოპ მეგობრებო ეს სიმართლე იყო სტოპ მეგობრებო ხმალი დებილური ხმალი ჭანდობაში რა так стоп მოიც მეგობრებო გავახოთ და რა გაიხედე სახლის უკან რაღაც მეგობრებო სიმართლე გითხრათ მე რაღაც არც კი მინდა გახედვა так მეგობრებო გაიხედო სახლის უკანო так და მეგობრებო პარალელურად მე ისე რომ გითხრათ მე შენია რომ ვიღაცამ უკნიდან ან წინიდან არავინ არ შემომახდეს так და რა მეგობრებო და რა გონი მეგობრებო ეს ვიღაცის ხუმრობა იყო მეგობრებო მე კიდე რაღაც შემეშინდა მგონი ეს ვიღაც ძებილი შიწილნიკი ისო მე პრანკავს აი ეს მგონი ეს ორი შიწილნიკი რა სტოპ მე ხიარ დავდო მეგობრებო თხოთ და უფრო კარგია არ ვიყურო მე მეგობრებო ხიარ დავდო ეს კარები რა ჯანდაბა და რაჯანდა ხობე რაჯანდაბა მეგობრებო ჩანდაბა მეგობრებო მოიგეს так стоп მეგობრებო არა უფრო კარგია მეგობრებო ამ სოფლიდან უფრო კარგია წავდი всё მეგობრებო შესაძლებელია ეს ქურდები კიდე დაბრუნდნენ რაჯანდაბა მეგობრებო წარმოიგეთ 51 ისუნრდი დამიტოვეს და ყველაფერი მომიპარეს რაჯანდაბა მეგობრებო რაჯანდაბა ხდება საერთოდ ამ სოფელში всё მეგობრებო იცით რა უფრო კარგია მართლა ცოტა ხნით წავალ მეზობელ სოფელში არ მინდა უფრო კარგია დავიცვა თავი ვიდრე თელი ეს კვირა არ ვიცი ეს თვე ვიფიქრო რომ კიდევ ეს წარწვები კიდე მოვიდნენ всё მეგობრებო მე უფრო კარგია ახლა წავალ აქედან წარმოიდგინეთ რა სქემა ეს საერთოდ თქვენ კი მეგობრებო მადლობა დიდი ვინც ყურამ ვიდეოს ბოლომდე თუ მოგეზიზოთ აქეთ მე კი ახლა წავედი რაჯანდაბა ხდება ამ სოფელში ნახვამდის